ოპოზიციის ნაწილი დილიდან რიყეზე შეიკრიბა, ნაწილი კი ვარკეთილის მეტროსთან. მსვლელობა ორივე წერტილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უნდა შეერთებულიყო. რა ვითარება ამ წუთებისთვის ოპოზიციის მსვლელობის დეტალებზე თამარ ბაღაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. თამარ, როგორია აქციის მონაწილეთა გეგმა? აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს დღეს დილიდან, რომ მისულიყვნენ პოლიციის შენობასთან და იქ გამოეხატათ საკუთარი პროტესტი. სწორედ ამიტომ მათ რამდენიმე შემოვლითი გზა სცადეს იმისთვის, რომ პოლიციის შენობასთან მომიტინგეებთან ერთად მისულიყვნენ. მაშინ, როდესაც გია გაშიჩილაძემ გამოსვლების დროს გამოაცხადა, რომ მან იპოვა ერთ-ერთი შემოვლითი გზა, რომლიდანაც შეიძლებოდა პოლიციის შენობასთან იქ სადაც იმართებოდა პოლიციის აღლუმი მიახლოვება, მომიტინგეები მასთან ერთად დაიძრნენ შემოვლითი გზით. სწორედ აი ამ გზით, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ეს არის სარკინიგზო ლიანდაგი, რომელიც არის კახეთის გზატკეცილის პარალელური და სწორედ აქედან ის უერთდება იმ შენობას და იმ ადგილს, სადაც ამ დროისთვის პოლიციის აღლუმი მიმდინარეობს. აქაც ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო პოლიციის კორდონით და სწორედ იმ დროს, როდესაც ამ შემოვლით გზაზეც მომიტინგეებმა დაინახეს პოლიციის კორდონი, დაიწყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის, ვინაიდან მომიტინგეების მხრიდან დაიწყო ქვების სროლა სამართალდამცველების მიმართულებით. რამდენიმე წუთი გაგრძელდა შეხლა-შემოხლა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. არის რამდენიმე დაზარალებული, რომელსაც მოხდა ნასროლი ქვა და ეს დაზარალებულები ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია, გადაიყვანეს თუ არა საავადმყოფოებში. ამ წუთებში ინციდენტი უკვე დასრულებულია. ოპოზიციის ლიდერები უკვე აღარ იმყოფებიან ამ ტერიტორიაზე. ისინი ამ დროისთვის მართავენ საგანგებო თათბირს და საუბრობენ უკვე სამომავლო გეგმებზე ამ პოლიციის შენობასთან, ამ ადგილზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ ხდებოდა შეხლა-შემოხლა, კვლავაც რჩება პოლიციის კორდონი, მომიტინგეები და ოპოზიციის წევრები კი იმყოფებიან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა პოლიციის კორდონი და მომიტინგეები ამ დროისთვის ერთმანეთთან ახლოს უკვე აღარ არიან. მე შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან 10 საათიდან დაიწყო ოპოზიციის მსვლელობა ვარკეთილის მეტროდან. ისინი აპირებდნენ, რომ მისულიყვნენ პოლიციის შენობასთან, სადაც უნდა გამართულიყო დღეს 6 მაისს პოლიციის დღისადმი აღსანიშნავი აღლუმი. მათ სახელდახელო მიტინგი და გამოსვლები მოაწყვეს ჯერ პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. გია გაჩიჩილაძე ითხოვდა, რომ პოლიციას გაეხსნა მისთვის გზა, რომ ისინი მისულიყვნენ უფრო ახლოს უშუალოდ პოლიციის შემადგენლობასთან. დანარჩენი ნაწილი ოპოზიციის ამბობდა, რომ ისინი აპირებდნენ იქვე გაემართათ მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგი, თუმცა საბოლოოდ ისევ გია გაჩიჩილაძის გადაწყვეტილებით მან გამოაცხადა მიტინგზე, რომ იპოვა შემოვლითი გზა და სწორედ მისი გადაწყვეტილებით დაიძრა ხალხი იმ ადგილისკენ, სადაც მოგვიანებით ინციდენტი მოხდა. როგორც გითხარით, ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია. პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავაც რჩებიან პოლიციელები, მომიტინგეები კი იმყოფებიან ოდნავ მოშორებით და ალბათ ცოტა ხანში ოპოზიციის ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას მომავალ გეგმებთან დაკავშირებით.